მოგესალმებით. დღევანდელი კომიტეტის ხდომა გახსნილად შეგვიძლია გამოვაცხადოთ. დღეს დღის წესრიგით გათვალისწინებული მხოლოდ ერთი საკითხი გვაქვს. ეს შეეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტს. მომხსენებელი გვყავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბატონი დავითი გაბაიძე. ბატონ დავით, პირველ რიგში სანამ გადავალთ საკითხზე, დავამტკიცოთ დღის წესრიგი. დიდი მადლობა, ბატონ დავით, გთხოვთ წარმოგვიდგინეთ ცვლილება. მადლობთ. მოგესალმებით, პარლამენტის ტომის თავმჯდომარე, მივესალმები კომიტეტის წევრებს. პირველი მოსმენისათვის დადგენილი წესით წარმოგიდგენთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივას, საკანონმდებლო პაკეტის სახით. პაკეტში 3 კანონპროექტია გაერთიანებული. პირველი ეს არის საჯარო სამსახურის სახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, მეორე საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღოთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. საკანონმდებლო ინიციატივის წარმოდგენა განაპირობა იმან, რომ გასულ წელს განხორციელდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაცია. ეს სამინისტრო გაიყო ორ დამოუკიდებელ უწყებად, განათლებისა და სპორტის სამინისტროთ და კულტურის სამინისტროთ. შესაბამისად, ამ ყველაფერმა გამოიწვია ჩემს მიერ დასახელებულ კანონებში ცვლილების განხორციელების აუცილებლობა. შესაბამისად, ცვლილება შედის საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მეოთხე მუხლის ეფქვე პუნქტში, სადაც მოხსენიებულია ტერიტორიული ორგანო განათლების რესურს ცენტრი და ეს რესურს ცენტრი დასახელებულია როგორც განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რესურს ცენტრი და ეხლა უკვე ამ ცვლილების შემდეგ დასახელებული იქნება იმ სახელწოდებით, რაც რეორგანიზაციის შემდეგ ქვია ამ სამინისტროს, ანუ განათლებისა და სპორტის სამინისტროს რესურს ცენტრი. ანალოგიური მოტივაციით არის განპირობებული მეორე კანონში ცვლილებაც, აქაც რესურს ცენტრის ხელმძღვანელის ხელფასის სარგოზე არის საუბარი და უბრალოდ სარგოც იგივე რჩება ოღონდ ეცვლება სამინისტროს მხოლოდ სახელი. რაც შეეხება მესამე კანონპროექტს, ეს არის ადმინისტრაციულ სამართალდაღოთა კოდექსში ცვლილება. მოგეხსენებათ, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, რომელიც განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სიპს წარმოადგენდა. ეს სიპი ადგენს ძეგლთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდაღოებზე ოლქს და იმის გათვალისწინებით, რომ ეს სააგენტო უკვე დღეიდან წარმოადგენს, უпроსტად განხორციელებული ცვლილების შემდეგ წარმოადგენს კულტურის სამინისტროს სიპს და არა განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის აქედან გამომდინარე, ამ ნაწილშიც სამინისტროს დასახელებაში ხორციელდება ცვლილება. ეს არის სულ კანონისათვის უпроსტად წარმოდგენის საკანონმდებლო ინიციატივის ძირითადი არსი. აქვე გეტყვით, რომ თან ახლავს ამ ყველაფერს საბიუჯეტო ოფისისა და პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის დასკვნა. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ კომიტეტზე ამ საკითხების მიღების სრული შესაძლებლობა არსებობს. გთხოვთ თქვენ მხარდაჭერას და თუ კი იქნება რაიმე კითხვა, მზად ვარ შესაძლებლობის ფარგლებში გიპასუხოთ. ვფიქრობ, აღნიშნულთან დაკავშირებით კითხვები არ არის, ვინაიდან სამართალი მოდის თავსებადობაში იმ რეორგანიზაციაშთან, რაც განხორციელდა. ერთადერთი ბიუჯეტის ნაწილზე თუ შესაძლებელია რომ მკითხოთ, გაყოფის შემდეგ, რეორგანიზაციის შემდეგ ბიუჯეტი როგორ გადანაწილდა ამ ორ სამინისტროს შორის? დიდი ცვლილებები არ ყოფილა ამ მიმართულებით, ბუნებრივია გარკვეული, ასე ვთქვათ, ხარჯვით ნაწილში მატება გახდა საჭირო, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი გამომდინარე იქიდან, რომ სპორტის, კულტურის უმართულება ისედაც არსებობდა ამ სამინისტროში და უბრალოდ ცალკე კანცელარიას და ცალკე ბუღალტერიას რაც დაჭირდა, ეს არის მხოლოდ განსაკუთრებული ბიუჯეტზე პრობლემა არ ყოფილა ყოველ შემთხვევაში. თან ეს გასულ წელს მოხდა და იმ წლის ასიგნებებში ფარგლებში განხორციელდა და ახალი წელი თავისთავად ახალი ბიუჯეტი უკვე ახალი სამინისტროსათვის დამტკიცდა. კი ბატონო. კარგი, დიდი მადლობა. ვინ არის მომხრე? ერთხმად მიღებულია, დიდი მადლობა. თუ სხვა საკითხი არის, ამით შეგვიძლია კომიტეტის ხდომა დავხუროთ. მადლობა.